სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენაზე დამყარებულმა ბიზნეს კავშირებმა 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის გენერირება მოახდინა. სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება კი მხოლოდ 2 მილიონი ლარი დაფინანსდა. თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობენ მცირე და საშუალო აგროსაწარმოები, რომლებიც საკუთარ პროდუქტს საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ. უფრო ვრცლად რა შედეგებს იძლევა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, სტუმართან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩი ახლა ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გააცემას სტუმრობისთვის. გამოფენები ბიზნესისთვის არის ერთგვარი საშუალება. საერთაშორისო გამოფენები მაქვს ხედელობაში, როცა შეუძლიათ რომ დავუშვათ გაიცნონ პარტნიორები შეიძინონ და რეალურად საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგან. რა ტიპის გამოფენები აქვს ამ შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტოს 2025 წლის გამოში უკვე განხორციელებულია შემდგომ დაგეგმილი და რამდენად აქტიურია ბიზნესი ამ ტიპის გამოფენებში მონაწილეობის კუთხით? მოგესალმებით მაია, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ასევე შეკითხვისთვის. თუნებას მომცემთ ოდნავ გავშლი თემას და თქვენ მაყურებელს მთლიანობაში შევახედებ რა არის გამოფენები. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო მეწარმეს ფერმერს ეხმარება საწარმოო ჯაჭვის მთლიან ციკლში. იწყება ეს χνათვესიდან, მერე მიდის მოსავლის აღება, მერე მიდის შენახვა, გადამუშავება, ბრენდირებაც კი ყველაფერში ვეხმარებით და შემდეგ უკვე დამაგვირგვინებელი ფაზა არის გამოფენები, ანუ რეალიზაცია. ყველა რაც ჩამოვთვალე ასპექტში არის ჩვენი დახმარება. რეალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რეალიზაციის გარშემო კი არა, უბრალოდ ქვევით შეიძლება მოეწყოს მთლიანობაში საწარმოო ჯაჭვი. რაც შეეხება სტატისტიკას, თქვენ როგორც იკითხეთ, 24 წელს ჰქონდა 8 გამოფენა. ვაკეთებთ მსოფლიო ბაზრის დივერსიფიცირებას, რაც ქვეყნისთვის არის აუცილებელი, რომ ყველა ბაზარზე კონდეს ქართველ ექსპორტი. ანუ გამოფენებს ვირჩევთ ბაზრების დივერსიფიცირების მიხედვით. დიახ, აი მოგახსენებთ, ეხლა დავიწყეთ მაგალითად 25 წელი ბერლინით. ევროკავშირის ქვეყნებში გვაქვს 3 გამოფენა. ბერლინში უკვე ქონდა 2 გამოფენა, ეს არის Green Week-ი, ეგრეთ წოდებული მწვანე კვირეული და Fruit Logistica. მერე ჰოლანდია და ეხლა ვიმატებთ მადრიდს. ეს არის 3 ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს ფარავს. ასევე აღმოსავლეთის ბაზრებს ფარავთ საუდის არაბეთი, ჩინეთი, ფარავთ უკიდურეს დასავლეთს, ჩიკაგო. სულ გვაქვს ახლა უკვე 9 გამოფენა, აქედან 5-ზე უკვე ნამყოფები ვართ. წელს 35 მეწარმე იყო ჩვენთან ერთად. შარშან იყო ამ 5 გამოფენაზე. კი. და კიდე წამოვლენ 4 გამოფენაზე. უფრო მეტი. 35 უნიკალური მეწარმე ბენეფიციარი უკვე იყო ამ 5 გამოფენაზე. ხა ეს რას ნიშნავს მათთვის? პირდაპირ ზრდა ხომ არის, იმიტომ რომ დიდდებიან, უცხოური ვალუტა ქვეყანაში შემოდის, სხვადასხვა ბაზრებზე ყიდიან, ბიზნესი იზრდება მათი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ასევე არის, რომ მსოფლიო ტრენდებს ეცნობიან. იქ სხვა ქვეყნებიდანაც არიან გამოფენები, იქ მიდის ურთიერთობების დამყარება, განვითარება და ასე შემდეგ და ხედავენ რა პროდუქტი არის მოთხოვნადი, როგორ ყიდიან სხვები ამ პროდუქტს, რა არის აუცილებელი რომ გახვიდე მსოფლიო ბაზარზე, ამა თუ იმ ბაზარზე. რა პრინციპით შეირჩა ეს 35 უნიკალური მეწარმე, როგორც ახლა თქვენ ახსენეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთი შეხედვით 35 მეწარმე სუბიექტი ძალიან დიდ მასშტაბზე არ საუბრობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე გვაქვს ლაპარაკი და ამ ტიპის პროდუქციის გამოფენაზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვინ არიან და ძალიან მნიშვნელოვანი რა პრინციპით ირჩევიან, იმიტომ რომ ვინმეს არ გაუჩნდეს განცდა, რომ რატომ ის და რატომ მე არა. ალბათ ეს განცდა მაინც იქნება, მაგრამ ობიექტურობისთვის რომ ავხსნათ მთლიანობაში ეს პროცესი. არ იქნება და გეტყვით რატომ. თან 35 ახსენეთ, მაგრამ ერთ მომენტს დავამატებ, რომ ისე რაც ეს მხარდაჭერა ჩაუშვით, უკვე 100 არის უნიკალური ბენეფიცი. ანუ წლიდან წლამდე იზრდება ეს მაჩვენებელი. წლიდან წლამდე სხვადასხვა გვარის არის, ძირითადად ზრდის ტენდენცია არის. კი. 35 იყო წელს. ამ 5 გამოფენაზე, მაგრამ კიდე დაემატება. ეხლა 4 გამოფენა ხო კიდე წინ გვაქვს. კიდე დაემატება. ეხლა რაც შეეხება შერჩევის წესს. ესე იგი ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რამხელა ბრუნვა გაქვს თუ არა ექსპორტიორის გამოცდილება, გაქვს თუ არა სერტიფიკატები. იმიტომ რომ თუ ეს არ გაქვს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იქ ტყილად მიდიხარ.
ხო და ამ კრიტერიუმების მიხედვით გამჭვირვალეთ შემოდის ჩვენთან როგორც სხვა პროგრამებზე ისევე განაცხადები ირჩევა იწერება მაღალი ქულები თან სუბიექტური შერჩევის მომენტი არ არის უბრალოდ შესაბამისო და ამის მიხედვით ირჩევნია რეალურად თვითონ ეს მეწარმე სუბიექტები რომელ მიმართულებებს ეკუთვნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რა ძირითადი მიმართულებები გვაქვს ამ დროისთვის ათვისებული ანუ რა პროდუქციის გატანაზე და გამოფენაზე ჩვენებაზეა ლაპარაკი ძირითად შემთხვევებში კარგი კითხვაა, მადლობა. ესე იგი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი ეკონომიკა, ძალიან დიდი ქვეყანა და გვაქვს გარკვეული კლიმატი, გარკვეული აგრო მოცემულობა და შესაძლებლობები, ხო? არის ნიშური მიმართულებები, რაშიც ჩვენ ვართ ძლიერები, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უწყვეტობა იყოს მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა შეგვიძლია გარკვეული მიმართულებებით და შესაბამისად იკრიბებიან ის მეწარმეები, ვისთვისაც ეს არის მიზნობრივი და მოგახსენებთ. არის ლურჯი მოცვი პოპულარული. აი მაგალითად ახლა მე ვახსენებდი, რომ გარდა იმისა, რომ პირდაპირ შემოსავალი შემოდის გამოფენების მეშვეობით, თქვენს ბრძანეთ, რომ ანუ იქ რეალურად გაყიდვასაც ახდენენ ამ პროდუქციის, გარდა იმისა, რომ ზოგადად პარტნიორებთან ურთიერთობას ამყარებენ. გაყიდვის პარტნიორული ურთიერთობის დამყარება არის. ერთმანეთის მონაცემებს ვცვლი, რა გინდა, რა შემიძლია, რა მაქვს გამოსასწორებელი, რა რო გამოვასწორო, რამდენს გამომართმევ, რამდენ ხანში ერთხელ მოდიხარ ბრუნდები და მე უკვე მიდის კომუნიკაცია. მცირე რა მოცულობის მიწოდება შეგიძლია. კი ბატონო. და აი მაგ მიმართულებით გამოვყოფთი, რომ მაგალითად მნიშვნელოვანი იყო, მე ვახსენე კიდეც, რომ გაყიდვებზე და რეალიზაციებზე მე უკვე ქვემოთ ეწყობა საწარმოო ჯაჭვი. აი იყო ესეთი მომენტი, მაგალითად fruit logistic-დან წამოვიდა დიდი მოთხოვნა და ამ მოთხოვნას რომ ხარი აებათ, ფეხი აებათ ჩვენ წარმოებლებს გაერთიანდნენ და გაერთიანებულმა შეძლეს რომ მიეწოდებიათ რა პროდუქციაზე იყო საუბარი? ლურჯი მოცვი მაგალითად. ნუ აქ დიდი სხვადასხვა დახმარებაც იყო, მარტო ჩვენი დახმარება არ იყო, მაგრამ ყველამ ერთად ეს დავძლიეთ. რომ ჩამოვთვალო ახლა პოპულარული რა არის? მოცვი. სხვა პროდუქცია? ნატურალური წვენები არის. თხილში გვაქვს უპირატესობები, მოგეხსენებათ ახლა იტალია არის მაგალითად თხილის მოხმარების 80% მომხმარებელი, თურქეთი არის სოფლიო ბაზარზე 80%-ის მიმწოდებელი. ხო და სწორედ ამის გათვალისწინებით რომ თურქეთია დაუშვათ მეზობელი ქვეყანა და რეალურად ამ შემთხვევაში ძალიან დიდ კონკურენციასთან გვაქვს საქმე, რამდენად შეიძლება რამდენად აკმაყოფილებს ქართული თხილი, მაგალითად ისეთ ხარისხობრივ თვისებებს რამდენად გვაქვს რომ ბევრ ასპექტში ჯობია კიდეც პროდუქცია ევროპაში გავყიდოთ. თურქულ თხილს ბევრ ასპექტში ჯობია კიდეც, ქართული თხილი გამოირჩევა თავისი თვისებებით, პოპულარული არის და საკმაოდ ძლიერი სექტორია, როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამუშავებაში. ტრადიციულად ვითარდება ბოლო წლებია ეს სექტორი და კონკურენტუნარიანობას სხვა რამოდენიმე პროდუქტთან ერთად ვინარჩუნებთ. კიდე ნატურალური წვენები არის პოპულარული ჩვენი მიმართულებებით, არის მშრალი ხილი პოპულარული. ეგრეთ წოდებული ჩირეული. დიახ, ეგრეთ წოდებული ჩირეული, ღვინო. და ღვინო. კი ბატონო და რეალურად თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენები ჩამოთვალეთ, ხა მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის იგივე ევროკავშირის რამდენიმე ქალაქი, რომელიც ახსენეთ, იმ გამოფენებზე მარტო ქართული პროდუქცია, ქართული მეწარმეები არ არიან ხო მონაწილეები. არიან ძალიან ცნობილი სხვა ქვეყნებიდანაც. რამდენად თქვენი დაკვირვებით, აი შედეგობრივად, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი სააგენტო მიყვება ამ ჯაშს და აძლევს თავდაპირველად ეხმარება, რომ ესე თუ ის დაუშვათ საქმიანობა დაიწყოს, განავითაროს, ცეცხლი აიღოს მე ამის რეალიზაციას და ანუ მთელ ამ პროცესს რადგანაც კი ბატონო, რეალურად მონაწილეობთ, რამდენად არიან ქართული მეწარმეები აი ამ წლების განმავლობაში გაზრდილები იმის გათვალისწინებით, რასაც დაუშვათ თქვენი სააგენტო ამ წლების განმავლობაში მხარდაჭერას უწევს ქართულ ბიზნესს და გამოფენები როგორც ასეთი რამდენად აჩვენებს ქართული ბიზნესის მზაობას იმისა, რაც ამ ხნის განმავლობაში უკვე დახარჯულია თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან აი ამ კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, დასაწყისშივე არა მარტო ფულის შემოდინების და უცხოური ვალუტის შემოდინების გზა არის გამოფენაში მონაწილეობა, არამედ გაზდისაც. იქ სწავლობენ სხვებისგან, სწავლობენ თავიანთი დამკვეთებისგან, დამკვეთების მოთხოვნებს ეწყობიან და წლიდან წლამდე კი არა და გამოფენიდან გამოფენამდეც კი
იზრდებიან ჩვენი მეწარმეები ჩვენთან ერთად. არის გარკვეულ შეფუთვაზე მოთხოვნა შეხედავენ რომ სხვა შეფუთვა უფრო რეალიზებადია ვიდრე მათი არსებული ან მაგალითად გადამუშავების ასპექტებში გადამუშავება ხო ბევრნაირი შეიძლება მაგალითად ხილი გაარჩიო დააკალიბრო ჩადო ვაკუუმში და გადამუშავებაა, ხო? მაგრამ შეიძლება უკვე დააკუცმაცო, ქვილისკენ წაიყვანო, იმის თქვათ საკონდიტრო სექტორს რაც ჭირდება ის პროდუქტი შექმნა. აი მაგალითად იყო მომენტები, რომ გამოფენიდან გამოფენამდე დაუმატებიათ ხაზები, სიმძლავრეები, რაშიც ასევე ჩვენი პროგრამა ეხმარება. და შემდეგ ჩვენ ამას თვალნაცვლივ ხედავთ ერთმანეთთანაც აქვს საკმაოდ ძლიერი კომუნიკაცია იციან სერტიფიცირება იციან თქვათ პირველ წარმოებაში Global Gap არის მე არის ISO 22000 HACCP ხო ამ ყველაფერს უკვე სწავლობენ და გამოფენიდან გამოფენამდე გაზრდილები მოდიან კი ბატონო და ჩვენი საუბრის ბოლოს უახლოესი გამოფენები რომელი გველოდება და რამდენად რა მიმართულებებზეა ეს გამოფენები ორიენტირებული და რამდენი მეწარმე სუბიექტის შეიძლება რომ მიიღოს მონაწილეობა მასში. ესე იგი პირველი ახლა ჩვენ წავალთ შენჟენში ჩინეთში საინტერესო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა რომელიც გამოსტარდება ამ მიმართულებით. უპირატესობა აქ მიმართულებით გამოსაყენებელი და გამოვიყენებთ ბაზრების დივერსიფიცირებას ვეხებოდი და საუდის არაბეთში წავალთ ასევე მადრიდში რაც ახალია დავიმატეთ ეს გამოფენა უკვე 9 გვაქვს და არა 8 წელიწადში და ბოლოს წავალთ წლის ბოლოს ჩიკაგოში და ანუ ჩიკაგოში გამოფენა იმაში მონაწილეობის მიღების მიზნით ალბათ მოთხოვნაც მეტი იქნება, მაგრამ რეალურად რამდენად აქვს ქართულ პროდუქციაში შანსი რომ დაუშვათ ისეთ ბაზრებზე შეძლოს თავის დამკვიდრება, თუნდაც მცირედი მოცულობებით, როგორც არის ამერიკული ბაზარი, ჩინური ბაზარი, რამდენად გვაქვს რეალურად ამის პერსპექტივა? როგორც მოგახსენეთ, ყველა ქვეყანას და ყველა მწარმოებელს აქვს თავისი ნიშა და თავისი უპირატესობა. ამიტომ პრობლემები არ გვექნება. გვაქვს პროდუქცია, რომელშიც ვართ ძლიერები, ყავს მზარდი პარტნიორები, მწარმოებლები, ქართველი მწარმოებლები და გვაქვს ყველა ხელშეწყობის ის პროგრამა, რომელიც შეიძლება რომ მათი გაძლიერებისკენ იყოს მიმართული. ამიტომ ჩვენ სათქმელს ჩიკაგოს გამოფენაზეც ვიტყვით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და იმ მეწარმე სუბიექტებსაც, რომლებიც ამ გამოფენებში ხებულობენ მონაწილეობას. გიორგი დარჩია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.